როცა 2013 წლის 9 აპრილს ირანის პროვინცია ბუშერში უძლიერესი 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, სეისმოლოგებს ეს ამბავი არ გაკვირვებიათ. არ გაკვირვებიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ადგილი ისევე როგორც კავკასია, ჩვენი სამშობლო, გახლავთ ორი გიგანტური ფილის, ამაზე მე მაქვს ძალიან ბევრი ვიდეოში საუბარი, ევრაზიისა და აფრიკას მოწყვეტილი არაბეთის ფილის შეჯახების ადგილი. ანუ ადგილი, სადაც ტექტონიკური ძვრები გამოიხატება მიწისძვრებში, ზოგიერთ ადგილებში ის გამოიხატება არა მხოლოდ მიწისძვრებში, არამედ ვულკანების ამოფრქვევაშიც, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვულკანები გვაქვს მართალია, მიძინებული ვულკანები, მაგრამ ისინი არ აქტიურობენ. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს და ამ რეგიონის მთლიანად არის მიწისძვრები. რეგიონი ძალიან მჭიდროდ არ არის დასახლებული, ამიტომ მსხვერპლი ძალიან დაბალი იყო, მხოლოდ 800 თუ 900 ადამიანი დაიღუპა. სამაგეროდ ის სოფლები, რომლებიც მოყვა აი ამ ზონაში, თითქმის პირწმინდად განადგურდა, უბრალოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა თითოში. ქალაქებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზები, წყალგაყვანილობა, გაზგაყვანილობა და ელექტროგაყვანილობა. საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა 6 და 3, იგი გადის ძალიან ძლიერი მიწისძვრების რიგში. სეისმოლოგებს არ გახვირებიათ, მაგრამ ძალიან შეშფოთდნენ საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლები. საქმე იმაშია, რომ ბუშერში სპასცერტის ყურეს სანაპიროზე ირანის ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური დგას. თუ არ ვცდები, ერთადერთი. საბედნიეროდ ჯერ კიდევ 1975 წელს გერმანელების, კერძოდ კი Siemens-ის ფირმის მიერ დაწყებული ამ ატომური ელექტროსადგურის შენობა არ დაზიანებულა ამ მიწისძვრისგან და იმჯერზე სადგურმა გაუძლო საკმაოდ ძლიერ მიწისქვეშა დარტყმებს. მაგრამ გუშინ წინ ძალიან შემაშფოთებელი ცნობა მოვიდა და სწორედ ამიტომ ვიწერ მე ამ ვიდეოს რიგ გარეშე. მე სულ სხვა ვიდეო მაქვს ჩაფიქრებული და მას მე ალბათ ხვალ შემოგთავაზებთ უკვე, საკმაოდ გრძელი, საკმაოდ საინტერესო და აუცილებლად ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი გამოიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ვიდეოები, ხოლო ვინც ახლახან გამოიწერა ძველი ვიდეოებიც გადაათვალიერეთ, იქ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ. და სხვა შორის ამ თემაზეც. გუშინ წინ, როგორც გითხარით, საკმაოდ შემაშფოთებელი ცნობა მოვიდა. კერძოდ ის, რომ ერთ-ერთი ჭურვი ამ სადგურის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მან დააზიანა საყოფაცხოვრებო შენობა და საბედნიეროდ ხელი არ ახლოდა, არც კი გაკარებია იმ ადგილს, სადაც რეაქტორია. რეაქტორი, ანუ იქ, სადაც მიდის ჯაჭვური რეაქცია, იქ, სადაც არის რადიოაქტიული ნივთიერებები. ან რადიოაქტიული საწვავი უბრალოდ. რას წარმოადგენს ბუშერის ატომური ელექტროსადგური და რატომ არის მისი დაზიანება ძალიან სახიფათო არა მხოლოდ სპარსეთის ყურის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად კავკასიისთვისაც. მე როგორც შევია, ცოტა შორიდან მინდა დავიწყო, რათა საფუძვლიანად ჩაგახედოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. შახის ირანში მოსახლეობის კეთილდღეობა დღითი დღე მატულობდა. აქ მე საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ შახის რეჟიმი ავტორიტარული იყო, დიქტატორული იყო. ყოველ შემთხვევაში იმ დროს მეტი თავისუფლება იყო, რა თქმა უნდა, იქ ოპონენტები ციხეებში ისხდნენ, მაგრამ საზოგადოება ვითარდებოდა ევროპული და ცივილიზებული სამყაროს წესებით და სწორედ ამ დროს ხდება ირანის მოსახლეობის მატებაც, ასევე მათი საყოფაცხოვრებო დონე იზრდება, უკვე ხალხი ყიდულობს ისეთ ნივთებს, რომლებსაც ესაჭიროება ელექტროენერგია და ელექტროენერგია კი ირანს არ ყოფნის. რამდენიმე თბოელექტროსადგურია, ფაქტიურად ჰესები მათ არ აქვთ იმ პერიოდში, იმიტომ რომ მდინარეები არ აქვთ წყალუხვი და გადაწყდა აშენებულიყო ატომური ელექტროსადგური, რომელიც იმ დროისთვის და დღეისთვისაც ეს გახლავთ ყველაზე სუფთა და ყველაზე ადვილი ელექტროენერგიის წყარო. აი სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ გერმანიამ ჩერნობილის ავარიის შემდეგ დაახლოებით 15 წლის შემდეგ დაიწყო ატომური ელექტროსადგურების დახურვა ყველა აბსოლუტურად, აგერ ჩვენს მეზობლად არის ერთი
და დღეს საკმაოდ სერიოზული საუბარი მიდის, რომ ეს სადგურები თავიდან აამუშავონ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხე გერმანული ტექნოლოგიით აშენებული სადგური სულ სხვა, ხო? აქ მით უმეტეს არ არის სეისმური ზონა, აქ არ არის არანაირი საფრთხე იმისა, რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რომ ვიღაცა დაგესმება თავს და შენს ატომურ ელექტროსადგურს გაანადგურებს და ისეთ ადგილებში ატომური ელექტროსადგურები რომ გაგიკვირდებათ, ხო? ეხლა 9 ბარლიანი მიწისძვრის ზონაში არის მაგალითად ფუკუსიმა. რაც დაემართა კი ნახეთ, მაგრამ იაპონიაში უამრავი ატომური ელექტროსადგურია. იქ უბრალოდ ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და აი ამ ფილმში და ამ ვიდეოში თქვენ ამის შესახებ გაიგეთ, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ თუ რა მოხდა ფუკუსიმაში და რატომ არის იქ ეკოლოგიური კატასტროფა. გადაწყდა და შეუკვეთეს Siemens-ის ფირმას, როგორც უკვე გითხარით, ეს საკმაოდ სერიოზული ფირმაა, რომელიც ელექტროდანადგარებზე და ზოგადად ესეთი კონცერნია Siemens-ი, რომელიც უკვე ყველაფერს უშვებს დაწყებული ტომოგრაფიის აპარატებიდან და დამთავრებული ყურსასმენებით. 1975 წელს ისინი იწყებენ მშენებლობას და ირანში შახის რეჟიმი ემხობა 1979 წელს ხდება რევოლუცია. საფრანგეთიდან ჩამოდის აიათოლა ხომეინი, სიბნელეში ვარდება, ასე ვთქვათ, ირანი, ძალიან უფუჭდება ირანს ურთიერთობა ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან. იგი ექცევა სანქციების ქვეშ და რა თქმა უნდა, არანაირი სადგურის აშენებაზე და გაგრძელებაზე ამ მშენებლობის საუბარი აღარ არის. არადა სადგურის ერთი ნაწილი დამთავრებულია თითქმის 80%-ით, მეორე 50%-ით და ირანი იძულებულია რომ დააკონსერვოს ეს შენობები. ატომური ელექტროსადგურები ზოგადად ძალიან დახვეწილი ტექნოლოგიით შენდება, ეს არის ჰაი-ტეკის ჰაი-ტეკი, ანუ თუ კი რამე ახალი გამოდის, თუ კი რამე ზე ახალი გამოდის, ყველაფერი ამ სადგურებს ხმარდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი მათგან ამოგება ძალიან მაღალია და მეორე, იმიტომ რომ მათი უსაფრთხოება არის ნომერ პირველი. იქ არის პირველი უსაფრთხოება და შემდეგ არის უკვე დენის გამომუშავება. ამიტომ ასეთი ობიექტები იაფი არ ჯდება. ათეულობით მილიარდი დოლარი ჯდება, მაგრამ ის ენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ, ერთ-ორ წელიწადში ამ მილიარდებს ამოიგებს და ამიტომაც ძალიან პოპულარულია ასეთი სადგურები. როცა გერმანელებმა სადგურისთვის ადგილი შერჩევა დაიწყეს, მათ ბევრი იარეს გეოლოგებმაც, გეოფიზიკოსებმაც და რა თქმა უნდა ბირთვული ენერგიის სპეციალისტებმა და ერთადერთი ნორმალური ადგილი შეარჩიეს სპარსეთის ყურეში, ზედ სანაპიროზე, ისევე როგორც ფუკუსიმა. საქმე იმაშია, რომ ყველა ატომურ ელექტროსადგურს ჭირდება წყალი. წყალი სჭირდება თვითონ აქტიური ზონის, ანუ იმ ზონის გასაგრილებლად, სადაც მიმდინარეობს ბირთვული რეაქცია და გამოიყოფა მაღალი ტემპერატურა და ჭირდება მტკნარი წყალი, რა თქმა უნდა. ხო, ყურეში მტკნარი წყალი არ იქნებოდა, ამიტომ იქვე აშენდა გამამტკნარებელი, წყლის გამამტკნარებელი, რომელიც უკვე უშვებდა წყალს რეაქტორისკენ და უნდა გაეშვა უბრალოდ. ეს გერმანელების პროექტია ჯერჯერობით, რომელიც არ დამთავრდა. და ასეთი ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპი არის ძალიან მარტივი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა. მარტივი რო იყოს, მილიარდები არ დაჯდებოდა. ხო, მე აქ ძალიან ჩემი გენიალური მხატვრული ნიჭით დავხატე ეს სქემა. ეს არის რეაქტორი, იქ სადაც მიმდინარეობს ბირთვული რეაქცია, გამოიყოფა კოლოსალური ტემპერატურა, მასში არის შეშვებული წყალი მილების საშუალებით, რომელიც აგრილებს ამ ზონას, პარალელურად ართმევს მას სითბოს და გადაიქცევა წყალი ორთქლად, რომელიც ძალიან მაღალი წნევით მიდის ტურბინებისკენ, ტურბინა ტრიალებს ორთქლის დაწოლით, გადაეცემა ეს ბრუნვითი მომენტი ელექტროგენერატორს, გენერატორი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომელიც მიდის ქსელში, უკვე გაგრილებული წყალი ამ გზაში გაგრილებული წყლის სახით უკვე უბრუნდება კვლავ რეაქტორს და ყველაფერი იწყება თავიდან. ანუ პრინციპში ეს ცხელი ორთქლი ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ასრულებს, თქვათ, ჰიდროელექტროსადგურში წყალვარდნილი. ისიც ეცემა ტურბინას უკაცრავად, ეს ტურბინა ატრიალებს გენერატორს და შემდეგ მიდის ენერგია უკვე ქსელში.
თერმოელექტროსადგურები განსხვავებით ატომური ელექტროსადგურებისგან წვავენ საწვავს როგორც არის ქვანახშირი, ეს ქვანახშირის თერმოელექტროსადგური არის კატასტროფა. ისინიც უკვე იხურება მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ იგი გამოიმუშავებს კატასტროფული რაოდენობით ჭვარტლს და CO2-ს. მოგეხსენებათ ხან ქვანახშირის წვა რა უნდა იყოს. ნავთობზე პრაქტიკულად არ არსებობს, გაზზე არის იმ ქვეყნებში, სადაც გაზი იაფია და ადვილად მოიპოვება. და ეხლა გერმანიაში რა თქმა უნდა ასეთი სადგურები არ არის, იმიტომ რომ ეხლა გაზი საკმაოდ დეფიციტურია აქ, იმიტომ გარედან შემოდის. ანუ ძალიან მარტივად რომ თქვა, უნდა გქონდეს ჩვენ რაღაცა ენერგიის წყარო, რომელიც დაატრიალებს ტურბინას. სხვადასხვა ტიპის და ზომის და გენერაციის მქონე ესეთი სადგურები არსებობს, მაგრამ როგორც გითხარით, პრინციპი არის ერთი და იგივე. საბჭოური ტიპის ატომური სადგურები ისეთები როგორც თქვა ჩერნობილშია, სხვადასხვა რუსეთის სხვადასხვა კუთხეებში, აგერ ჩვენს გვერდით ერევანში, ეს არის ეგრეთ წოდებული წყალწლოვანი რეაქტორები. ხა ძალიან შორს რომ არ შევიდეთ, მათ თავისი პლუსები აქვთ, მაგრამ აქვთ ასევე მინუსები. მაგრამ ეს სულთად ესე ტექნიკური საკითხია. ხა გერმანელების წასვლის მერე როგორც გითხარით, ეს სადგური დაკონსერვდა და მხოლოდ 1992 წელს გამოჩნდა ორგანიზაცია როსატომი, რომელმაც თავის თავზე აიღო მისი დამთავრება. ეს ის პერიოდია, ზოგადად საბჭოთა კავშირი დაშლილია უკვე, ყველა რესპუბლიკა გაჭირვებაშია, რუსეთში კატასტროფული შიმშილია და ბუში კვებავს მათ ეგრეთ წოდებული ბუშის ფეხებით, ანუ ეს უიაფესი ფეხის ქათმის ბარკლებია იქ შესული. მოკლედ ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან, ფული სჭირდებათ, ნავთობის ფასი კატასტროფულად არის დაცემული და ამიტომ რუსეთი როგორც ყოველთვის იყიდებს საერთაშორისო სანქციებს და ირანს თავაზობს, რომ ჩვენ გვაქვს ურანი, ჩვენ გვაქვს სპეციალისტები და მართლაც ყავთ და ჩვენ გაგიმართავთ სადგურს. ამისთვის რა თქმა უნდა ირანი იხდის საკმაოდ სოლიდურ თანხას. საბჭოური ტიპის რეაქტორს აშენებენ რუსები, უკვე სიმენსის აი ამ სარკოფაგში, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შენობები არის უკვე გამზადებული და საკმაოდ წელავენ ამ ყველაფერს. პირველი დენი ბუშერ ერთმა ირანს მიაწოდა ისიც შეზღუდული რაოდენობით 2011 წელს, ანუ ფაქტიურად 20 წლის შემდეგ. დაახლოებით როგორც ამბობენ 12 მილიარდი დოლარი დაჯდა ეს ყველაფერი. ბუშერ 2 უნდა გაეშვას წელს გეგმის მიხედვით და ბუშერ 3 უნდა გაეშვას მომავალ წელს. ну მოხდება ეს თუ არ მოხდება კაცმა არ იცის, ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება მოგეხსენებათ და თქვა ერთი კვირის წინ თუ ორი კვირის წინ თუ არავინ ელოდა მსგავს ამბებს სპარსეთის ყურეში ხედავთ რა ხდება, ხო? უკვე არათუ გაშვებაზეა რეაქტორის, არამედ მის გადარჩენაზეა საუბარი. ნებისმიერი ობიექტი, რომელიც იყენებს რადიოაქტიურ საწვავს და ნივთიერებებს თავისი მუშაობისთვის, რა თქმა უნდა, არის პოტენციურად საშიში, იმიტომ რომ რადიაცია მომაკვდინებლად მოქმედებს ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე და მით უმეტეს ადამიანზე იწვევს უამრავ თუ არ მოკლა ადამიანი იწვევს უამრავ ისეთ ცვლილებას ორგანიზმში, რომ შემდეგ უკვე სიმსივნეები და მძიმე სხვა დაავადებები ჩვეულებრივ ამბად იქცევა. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, შესაძლებელია თუ არა იმ რადიოაქტიული ნივთიერებების, ძირითადად პოლონიუმი და ურანია, აი ამ ნივთიერებებისგან, რომლებსაც იყენებს ატომური ელექტროსადგური, დამზადდეს ატომური ბომბი. არა, იმიტომ რომ ელექტროსადგურები იყენებენ ძალიან ღარიბად გამდიდრებულ ურანს და პლუტონიუმს. აი ბომბისთვის კი უკვე საჭირო არის სადღაც 80%-იანი სისუფთავის მქონე ეს ნივთიერებები. აქ 12-13%-ია რამდენადაც მახსოვს მაქსიმუმი, ამიტომ ეს საწვავი ატომური ელექტროსადგურების საწვავი ბომბის გასაკეთებლად ვერ გამოდგება. ახლა ბინძური ბომბის გასაკეთებლად მოგეხსენებათ და ასეთი საშიშროება არსებობს, განსაკუთრებით ისეთ ჩამორჩენილ და ტერორისტულ ქვეყნებში, როგორიცაა რაღაც ზოგიერთი აფრიკული ქვეყანა, ზოგიერთი სხვა ქვეყანა, არის შესაძლებელი, რომ ამის ძალიან ეშინიათ ზოგადად, იმიტომ რომ კუსტარულად შეიძლება დამზადდეს, მაგრამ ეს არის
თვითონ დამამზადებლისთვისაც კატასტროფა და რა თქმა უნდა იმ ადგილის სადაც ასეთი ბომბი გავარდება შეიძლება თავიდან დიდი ზიანი არ მიაყენოს იქაურობას, მაგრამ იმდენად დააბინძუროს იქაურობა, რომ იქ უბრალოდ სიცოცხლე შეუძლებელი გახდეს 10 წლეულების და 100 წლეულების განმავლობაში. მოკლედ ჯერჯერობით ეს ამბავი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა კი, იმიტომ რომ ირანში საომარი მოქმედებები გრძელდება, საკმაოდ აქტიური საომარი მოქმედებები და თვითონ ის ნაწილი, რომელშიც ელექტროსადგურის საწვავია, ანუ ის რადიოაქტიული ნივთიერებები და სადაც ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს, საბედნიეროდ ასეთი ადგილები ძალიან კარგად არის დაცული მრავალფენიანი ბეტონის ფილებით, შემდეგ შიგნით არის კიდევ კარკასები გაკეთებული, მოკლედ მაქსიმალური დაცვა აქვს მას, ჩვეულებრივი ჭურვი მას ვერაფერს უზამს, ჩვეულებრივი ავიაბომბი, მაგრამ არსებობს სპეციალური ანტიბუნკერული და სიღრმისეული, ესე ვთქვათ, ასე ვთარგმნემ ბომბები, რომლებიც აკეთებენ შემდეგ რამეს, ანუ ძალიან მაღალი სიმაღლიდან ვარდნილი ასეთი ძალიან მძიმე 800 კილოგრამის ან 500 კილოგრამის წონის მქონე ბომბი იღებს კატასტროფულ კინეტიკურ ენერგიას. ამ ენერგიით იგი ეჯახება იმ დაცულ კონსტრუქციას, აკეთებს მასში ნახრეთს და უკვე შემდეგ ფეთქდება. აი შეზღუდულ სივრცეში იწვევს ძალიან ძლიერ დაზიანებებს. ფაქტიურად ის ადგილის ბუნკერი, რომელსაც ესეთი ბომბი მოხდა, კარგად იყავით უკვე დამთავრებულია მისი საქმე. აი ასეთ შემთხვევაში, ასეთი ბომბის გამოყენების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარანტია არ არსებობს იმისა, რომ რეაქტორი გადარჩება. ნებისმიერი სახის რეაქტორი. ზოგადად ყველა ასეთი ტიპის სადგური დაცულია. აი მაგალითად ფუკუსიმაზე თქვენ გახსოვთ ვიდეოდან პირველივე დარტყმის შეინძრა თუ არა მიწა იაპონიაში გამოირთო თავისი თავი გამორთო რეაქტორმა, მაგრამ ეს ის არ არის, თქვა თქვენ რომ ნატურა გამორთოთ და იგი მომენტალურად გაცივდეს. იქ პროცესები მიდის, ჯაჭვური რეაქცია მიდის, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ასე ერთი ხელის გამორთვით, მაგრამ შენ შეიძლება ეს ყველაფერი მიანავლო, მაგრამ იმ მინავლებულსაც ჭირდება გაგრილება. და სწორედ ფუკუსიმაზე ეს უბედურება მოხდა, მე შეგახსენებთ რაც მოხდა იქ, რომ თვითონ ობიექტი უკვე თითქმის დაკონსერვებული იყო, დაძინებული იყო, მაგში წყალი მოძრაობდა, ეს აუცილებელი პირობაა და მოვიდა გაუძლო დარტყმას. აი 9 და 1-იან, ესე იგი, იმის იქეთ რო არ არის ესეთი სიმძლავრის მაგნიტუდას გაუძლო მთლიანად კონსტრუქციამ, ერთი ბზარიც არ მიუღია, მაგრამ უბედურება მოვიდა ოკეანიდან მაშინ. მოვიდა უზარმაზარი ტალღა ცუნამის, რომელმაც გადალახა ჯებირი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ამ სიმაღლეზე, 12 მეტრიანი ჯებირი იყო და მოვიდა 22 მეტრიანი ტალღა. ეს იყო უზარმაზარი შეცდომა იაპონელი ინჟინრების, მათ ვერ გათვალეს, რომ ასეთი კატასტროფული ცუნამი შეიძლება ამ ადგილას ყოფილიყო და მეორე კატასტროფული გათვლა ეს იყო ის, რომ უпроსტად ვერ გათვლა ის, რომ გენერატორები, რომლებიც სადგურის გათიშვის შემთხვევაში ავტომატურად, ავარიულად ირთვებიან და იწყებენ წყლის მიწოდებას რეაქტორისთვის, წყლით დაიფარა, მარილიანი წყლით დაიფარა და მომენტალურად გაითიშა. წყალი აღარ მოძრაობდა, იგი გაჩერდა და დაიწყო მისი მაღალ ტემპერატურაზე დაშლა. დაიშალა ჟანგბადად და წყალბადად და წყალბადი აფეთქდა, წყალბადმა გამოიწვია, ანუ ეს არ იყო ბირთვული აფეთქება, ეს ხო წყალბადის აფეთქება, რომელმაც უბრალოდ დაანგრია ჯერ ერთი შენობა, მეორე, მესამე, მეოთხე. ეს ფუკუსიმაზე. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ მსგავსი რამ, რომ სპარსეთის ყურეში მოხდეს. როგორც გითხარით, სპარსეთის ყურედან იღებს წყალს, გამტკნარებას აკეთებს და შემდეგ აწვდის რეაქტორს ირანი, ბუშერის ელექტროსადგურისთვის. თუ ფუკუსიმა დგას ღია ოკეანეში, აი ხედავთ თქვენ, მის წინ 1000-ობით კილომეტრი ოკეანეა და რადიოაქტიული ნივთიერებები, რომლებიც წყალში ხვდება, ოკეანის წყალში, ასე თუ ისე ზავდება მასში და იმხელა ზიანს არ აყენებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ამბავი ხდება ყურეში. ყურეში, სადაც მაქსიმალური სიღრმე არის 100 მეტრი, სადაც წყალი ძალიან მდორედ მოძრაობს და ფაქტიურად იქ ხდება კონცენტრირება, არსად არ ზავდება, აი კონცენტრირებული რადიოაქტიული წყალი არის უკვე
ის რომ თქვა ყურეში ყველაფერი ცოცხალი კვდება, ეს ცალკე მომენტია, მაგრამ წყალს რამდენიმე ქვეყანა იყენებს გამტკნარების შემდეგ სასმელად, ტექნიკურ წყლად, სარწყავად და ასე შემდეგ და ეს ქვეყნებია ერაყი, ომანი, ყატარი, ბაჰრეინი, რო არ გამორჩეს დავხედავ, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი. ეს ქვეყნები, რომლებიც მოიპოვებენ ნავთობს პარალელურად. და იქ რომ ასეთი კატასტროფა დატრიალდეს, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, ადამიანების სიცოცხლე საფრთხე დაემუქრება, პარალელურად ამისა ვიზღა ექნება იქ ნავთობის მოპოვების თავი. და ეს გამოიწვევს პლანეტის გაჩერებას. შეიძლება ითქვას, რომ თუ გამოსავალი არ არის და ომი უნდა გაგრძელდეს, რაც გინდათ ისქენით, ოღონდ ამ სადგურს დაანებეთ თავი, მოუვარეთ გვერდიდან, სული უბერეთ და დაიცავით მაქსიმალურად. სხვადასხვა სადგურიდან დღეს წავიკითხე, რომ დაახლოებით 800 რუსი სპეციალისტი არის ევაკუირებული, ეს მე არ მესიამოვნა, იმიტომ რომ ეხლა მე რუსეთის სახელმწიფოს სიყვარულს ვერ დამაბრალებთ, მაგრამ დამაბრალებთ იმას, რომ რუსები კარგი სპეციალისტები არიან, თუ კარგი სპეციალისტია რუსი, მართლაც კარგი სპეციალისტია, ძალიან ღირებული კადრები ყავთ მათ და მათი უბედურება სწორედ ის არის, რომ ძალიან ბევრი ღირებული კადრი გაექცათ აი ამ ბოლო წლებში და აქაც ევაკუაცია მოახდინეს და მე არ ვიცი ახლა იქ ამ სადგურს და ზოგადად ატომურ ელექტროსადგურებს ჭირდება ძალიან ფრთხილად მოპყრობა. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ჭირდება, 24 საათიანი კონტროლი ჭირდება და რანაირად გააკონტროლებს მათ ხალხი, რომლებიც დღეში 5-ჯერ ლოცულობენ და კიდევ უამრავ რაღაცას ატარებენ, მე არ ვიცი, რამდენად კარგი სპეციალისტები არიან იქ, რომლებიც დარჩნენ რუსების მაგივრად. ალბათ არიან, იმიტომ რომ ზოგადად ირანელები ძალიან ნიჭიერი ხალხია, მე მათ აქაც გერმანიაში ვიცნობ და თითქმის ყველა ძალიან წარმატებულია, კარგი ექიმები, კარგი ინჟინრები, კარგი ხალხია ზოგადად. სამწუხაროდ ამ ხალხს ძალიან ცუდი ბედი ერგო და იმედია რაღაცა გამოუსწორდებათ. სხვაშორის როგორც ერთ ფინელს მოусმინე, მან თქვა, რომ ატომური ელექტროსადგურიო ისეთი რთული რაღაცაა და იმდენად ფაქიზი რამ არის, რომ აი მე ამოვიწერე, თუ დინამიური სახრახნისით ჭანჭიქს 2.5 ბრუნით და 100 ნიუტონის ძალით მოუჭერ, ანუ ისე როგორც ინსტრუქციაში წერია, მას არაფერი დაემართებაო. რა ვიცი, ნახოთ, მე მაინც ადამიანის გონების იმედი მაქვს, ალბათ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ყველასთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე ვიმეორებ, ეს იქნება სოფლიო მასშტაბის კატასტროფა, ეს არ იქნება რეგიონის კატასტროფა მხოლოდ. მე ამით გემშვიდობებით დღეს, მე ეს ვიდეო ძალიან სპონტანურად და ჩქარჩქარა ჩავწერე და მთავარ ვიდეოს, ძირითად ვიდეოს მე ვეცდები რომ ხვალ შემოგთავაზოთ, ეს იქნება ძალიან საინტერესო ვიდეო, ამიტომ ისე ვიმეორებ, არ გადართოთ, დარჩით არხზე, ვისაც არ აქვს გამოწერილი, გამოიწერეთ არხი და დანარჩენი ხვალ და ალბათ ზეგაც, იმიტომ რომ ნახოთ, შეიძლება ძალიან საინტერესო ინტერვიუ წამოგვეწიოს. ნახვამდის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.